მეგობრებო, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028-2030 წლების განმავლობაში მოახდინოს 800 მილიარდი ევროს აკუმულირება. აქ გათვალისწინებული იქნება ბუნებრივია უკრაინის დახმარებაც. ძირითად გამოწვევას ასახელებენ რუსეთის ფედერაციას, მიმდინარე ომს უკრაინასთან და პერსპექტივაში ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ერთდროს გაჟღერებული, რომ მას სურს, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი. რამდენად ახლა ეს რეალურია, არავინ იცის, მაგრამ არგუმენტად იმისა, რომ ევროპამ გამოაცხადოს მობილიზაცია, საკმარისი აღმოჩნდა. უკრაინის წილი აი ამ ყველაფრიდან, როგორც ვარაუდობენ, იქნება 10%. დაუშვათ თუ მართლაც მოახდინეს 800 მილიარდის აკუმულირება, შესაბამისად 80 მილიარდი წლის განმავლობაში უკრაინისთვის თვლიან, რომ საკმარისია, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს ბრძოლის უნარიანობა. ამის დასტურად მე მოვიძიე ინფორმაცია ამ 13 წლის განმავლობაში, რაც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, 256 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მთლიანად ევროკავშირს, 175 მილიარდი დოლარი ამერიკელებს და ასევე დიდ ბრიტანეთს აქვს ცალკე 13 მილიარდი დოლარი. მე ვამრგვალებ, იქ შეიძლება მეათედები იყოს მცირე ცდომილება, ამიტომ სხვადასხვა ინფორმაცია აქვს, მაგრამ ძირითადი რასაც ახლა გეტყვით, არ არის შეცვლილი. შეიძლება მეათედებში იყოს. დიდი ბრიტანეთი 13 მილიარდი, როგორც გითხარით, იაპონია 9 მილიარდი და კანადას აქვს 6 მილიარდი. და ეს ბევრად მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაღებული დახმარება. აქ იგულისხმება როგორც ჰუმანიტარული, ტექნიკურ-მატერიალური, ასევე სამხედრო დახმარება, ანუ ტექნიკა, ტყვია-წამალი და ასე შემდეგ. და პრინციპში არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ თუ კარგად გავიხსენებთ, მაგალითად თვითმფრინავები ამერიკელებს არ გადაუციეთ. ტანკები აბრამსი შეზღუდული რაოდენობით ჩავიდა 20 თუ 22. და დანარჩენი ჯავშნარი ტექნიკა ალბათ შეზღუდული იყო, ძირითადად ჯავშნარ ტექნიკას უზრუნველყოფდა გერმანია. ძირითადად გერმანული ტექნიკა, ეს იყო ტანკები ლეოპარდი და კიდე ქვეითი სამხედრო დაჯოშნული მანქანები, ბრონირებული მანქანები და თვითმფრინავები მაგალითად ვახსენე F-16 გადაცეს ევროპელებმა, ამერიკელებს ერთ თვითმფრინავიც არ გადაუციათ. იქვე იყო MiG-27 საბჭოთა კავშირის მარაგებიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის მარაგებიდან, რაც დარჩა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. ასევე იყო T-72 ტანკები და მოკლედ ევროპამ რაც შეეძლო, აი 256 მილიარდი პლუს დამატებული 13 მილიარდი, დიდი ბრიტანეთი 9 მილიარდი, იაპონია და კანადა კიდე ზემოდან 6 მილიარდი, ეს საკმაოდ დიდი ნაწილი გამოდგა დახმარებისა და ამერიკელებს როგორც ირკვევა, აქ 175-180 მილიარდი დოლარი. აქედან გამომდინარე, როცა ზელენსკი ამბობდა, რომ დაუშვათ 75 მილიარდი დოლარი იყო პირველი ტრანში და შემდეგ კიდე ერთი 75 მილიარდი და მე მეტი არ მინახავსო, ამას ამბობდა ზელენსკი და ეხლაც აცხადებს, დასათვლელიაო. ალბათ მართლაც ესეა, შესაძლოა იქ სერიოზული ცდომილება იყოს. საიდან მოიტანეს ამერიკელებმა, კერძოდ დონალდ ტრამპმა 350 მილიარდი დოლარი, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, ძველი ადმინისტრაციის ანგარიშებიდან. თუმცა, ჯერ ამის გამოქვეყნება არ მოხდარა, იმიტომ რომ ოფიციალური ინფორმაცია ახლა ესდებს, რომ სადღაც 180 მილიარდამდე აქვს ამერიკელებს დანახარჯი. ხო და ამას ალბათ დაადგენს ის სარევიზიო კომისია, რომელიც დღე-დღეზე ალბათ შეიქმნება შტატებში და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი არის დაინტერესებული
ამით რომ თავდაცვის რევიზია, ანუ პენტაგონის რევიზია მოხდეს, იმიტომ რომ ეჭვი აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, რომ იქ არის დიდი გაფლანგოები. შესაბამისად, ეხლა ეს ადმინისტრაციული შიდა ამბები ამერიკელების არის, მაგრამ ბუნებრივია ეს ყველაფერი მოქმედებს უკრაინაზე და შესაბამისად მოქმედებს ევროკავშირზე და სხვა დანარჩენ მსოფლიოზე და იმიტომაც მიიღეს ევროპელებმა ეს გადაწყვეტილება. რამ განაპირობა ევროკავშირის ეს ქმედება? აქ არის სამი ძირითადი მიზეზი. ერთი ის, რომ როგორ დასრულდა ტრამპისა და ზელენსკის შეთანხმება თეთრსახლში, მეორე ეს არის რუსეთ-უკრაინის მიმდინარეობები, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროგნოზი იყო, რომ დასრულდებოდა უახლოეს მოვალში, მეც ვამბობდი ამას, რომ 9 მაისისთვის ამერიკა და რუსეთი მშვიდობის პაქტს ასე თქვათ, პაქტს დადებდნენ, თუმცა უკვე ამის პერსპექტივა ნაკლებად არის. და მესამე მიზეზი ის არის, რომ აი იმ შეხვედრის მერე, ზელენსკისა და ტრამპის ჩავარდნილი შეხვედრის მერე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა Fox-ის ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ორი რამ. ინგლისი, დიდი ბრიტანეთი მოიხსენია როგორც შემთხვევით მოხვედრილი გაუგებრობაში ქვეყანა, ესე თქვა, რომ და აი ამ გაუგებრობაშიო შემთხვევით მოხვედრილმა ქვეყანამ, რომელსაც სურს 20,000 კაციანი კონტინგენტის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო მოლაპარაკების მერე, ამ ქვეყანას, რომელსაც 30-40 წელია ომი არ უნახავსო და ყველა მიხვდა, რომ დიდი ბრიტანეთს გულისხმობდა, იმიტომ რომ სტარმერის განცხადება იყო და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება იყო 2-3 დღით ადრე. წარმოიდგინეთ ეს როგორი რეზონანსული რამ არის, როცა ამას აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. და მეორე განცხადება ასევე ასეთ სკანდალური, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერები მედიასთან ურთიერთობისას აცხადებენ ერთ განცხადებასო, ხოლო ჩვენთან პირად საუბარში არიან აბსოლუტურად სხვა პოზიციაზე და აქედან გამომდინარეო ამ აცხადებს ჯეი-დი ვენსი, ჩვენ დავაყნობით მხოლოდ პირად საუბარში გამოთქმულ აზრს. ანუ აქაც დაადანაშაულა ევროპელები ორ პირობაში და კიდე ერთი ესეთი ნაკოჩხალი გააღვივა აი ამ დიდ დაძაბულობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის შორის. მოკლედ თემები იმდენია საპაექრო, რომ საკმარისი მიზეზი იყო იმისა, რომ ევროკავშირი დაფიქრებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე დაეგეგმა თავის მომავალი უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში და იმიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თანხა არის კოლოსალური 800 მილიარდი ევრო. წარმოიდგინეთ, ეს არის ძალიან დიდი თანხა მოკლედ. ამას არ ჭირდება ზედმეტი განმარტება და სამი შემადგენელი ნაწილი იქნება ამ თანხის. ანუ რითიც მოხდება ამის აკუმულირება, ეს ბუნებრივია ჩემი აზრია. ერთი ეს რომ მეშეპეს პროცენტის გაზდა თავდაცვის ფონდში, ანუ თლიანი შიდა პროდუქტის პროცენტის გაზდა თავდაცვის სფეროში, ეხლა საშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ 2-2.5%-დან, ეს გაიზრდება 3.5, შესაძლოა 4-მდე წავიდეს. მეორე ალბათ იქნება ევროს ემისია, ანუ შეიძლება დაიბეჭდოს ფული, დაიბეჭდოს პირობითად, ციფრულად აღირიცხება ეს სისტემაში და მესამე ეს უკვე ჩემი ვარაუდია, რაც არაერთხელ მithქვამს წინა ვიდეოებში, ეს არის ზუსტად ეს დემოკრატების გადამალული ფული, ანუ ლიბერალური გლობალური მოძრაობის თანხები. ბუნებრივია ეს თანხები არის დიდი მოცულობის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს უამრავი ფონდი არსებობს. ანუ USAID ეს მხოლოდ ერთი ნაწილი იყო აი ამ გლობალური
სისტემის უამრავი ფონდია მათ ანგარიშებზე არის უამრავი ფული და ალბათ ესეც მოხმარდება აი ამ ევროკავშირის შეიარაღებას და ალბათ ესეთი სუყე წილს შეიტანს ამ 800 მილიარდი ევროს აკუმულირებაში. ამას დაემატება ბუნებრივია მაკრონის მიერ წამოწეული იდეა წინა ვიდეოში ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, რომ 290 ბირთვული ქობინი აქვს და საფრანგეთი ითავებს ბირთვული ქოლგის მოწყობას, ალბათ ბრიტანეთიც შეუერთდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ბრიტანეთი განყენებულად ცალკე ვერ დარჩება. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკასთან სერიოზულად აქვს არეული სიტუაციები. შესაბამისად უნდა დაიჭიროს უკვე ესეთი გლობალური ევროპის მხარე აი ამ კონფლიქტში. და 290 ქობინი აქვს ფრანგებს და მაგდენივი აქვს ბრიტანელებს. გასაგებია ამერიკელებს და რუსებს აქვთ ადჯერ მეტი, მაგრამ მსოფლიო ომის დასაწყებად და დედამიწაზე კაცობრიობის გასაწყვეტად ალბათ 600 ქობინი საკმარისია, მეგულისხმობ 290 ფრანგების, 290 ინგლისელების და შესაბამისად 600 დავუშვათ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. და დამთავრდება ამბავი უკვე ის 1000-ებზე გადათვლას აზრი არ ექნება. შესაბამისად, ის რაც მაკრონმა ილაპარაკა, ეს მართლა მნიშვნელოვანია და ანგარიში გასაწევია. და მოკლედ იქნება ესეთი სიტუაცია, რომ ომის დასრულებას ჯერ არ უჩანს პირი. მე ვარაუდობდი, რომ 9 მაისისთვის შედგებოდა რაღაც სამშვიდობო პაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი ჩქარობდა და ეხლაც ჩქარობს სხვათა შორის, არ ეჩქარება რუსებს. ევროპაც ესეთ გაურკვეველ სიტუაციაშია, იმიტომ რომ თან გძნობენ ამერიკელების ყოფნას ევროპაში და de facto კიდევ ამერიკის ადმინისტრაცია, თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებაც ცოტა გაურკვევლობაში ამყოფებს. რას გულისხმობ? ერთი ის, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35,000 კაციანი კონტინგენტი, საჯარისო კონტინგენტის გაყვანა საპირებს გერმანიიდან თავის ბუნებრივი აღშურილობით და გადაყავს უნგრეთის ტერიტორიაზე. ეს ალბათ თუ გაყვანა იყო, ალბათ უნგრეთში უნდა გადაეყვანა გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპისა და ორბანის პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე და სულ ახალი ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ცდილობს, თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკაცრავად ცდილობს იმას, რომ გამონახოს იურიდიული გზები იმისა, რომ შეამსუბუქოს სანქციების რაოდენობა რუსეთის მიმართ. და ეს თლიანად ჯამში ეს ყველაფერი ბუნებრივია ევრობიუროკრატიას უქმნის იმის განცდას, რომ ამერიკა ადრე თუ გვიან მიატოვებს და დარჩებიან პირისპირ რუსეთის წინააღმდეგ და იქ ახლა ევროპელებს კიდე განცდა აქვთ იმისა, რომ რუსეთის სიტუაციური პარტნიორები სულ მინიმუმ არის ირანი და ჩრდილოეთ კორეაზე რო არაფერი ვთქვა, იქვე არის ჩინეთი, რომელთანაც არ არის ბოლომდე გარკვეული სიტუაცია და მოკლედ ევროპელები სერიოზულ საფიქროში ჩავარდნენ. ეხლა რამდენად ეს გეგმა განხორციელდება, ეგ არავინ იცის, მაგრამ ფაქტობრივად უკვე გამოტანილია სააშკარაოზე და დგას დღის წესრიგში. და აქვე სანამ დავასრულებ პოსტსკრიპტუმად სირიაში განახლდა სამოქალაქო ომი, მეც და მრავალს ეგონა, რომ რახან ასადმა დატოვა სირია, იქ კონფლიქტი დასრულდა, ყოველ შემთხვევაში მინელდა და მომავალ სოფლიოს გადაფორმატირებამდე იქ უკვე ტყვია აღარ გავარდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დაიწყო ახალი შეტაკებები, საიდან გაჩნდა ასადის მომხრეები ამ რაოდენობით, რომ არსებულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ უკვე, რომლებიც ადრე მეამბოხეებად იწოდებოდნენ და მოკლედ იქ არის ერთი ამბავი. ყველაზე მძიმე სანახავათაც და აღსაქმელათაც არის ის, რომ აი ამ ჭიდილში
ყველაზე მეტად ზარალდება სირიის ქრისტიანული მოსახლეობა. საშინელი კადრები ვრცელდება, მე სრულიც გქონდა რაღაცა ვიდეოები მიმება ამ ჩემ ძირითად ვიდეოზე, ან მაგალითად ლინკები დამედო, მაგრამ გადავიფიქრე, ნამდვილად არ არის ამ კადრების ნახვა, ამ დამცირების ნახვა და ამას კიდე ემატება მეორე უბედურება, რომ აი უკრაინა-რუსეთის ომის გამო და აი თეთრი სახლის და ტრამპის ადმინისტრაციის ყოველდღიური ახალი განცხადების ფონზე და ევროპაში აი ამ გაურკვევლობის ხარჯზე სირიის კონფლიქტის ეს დეტალი, რომ იქ გენოციდი მიმდინარეობს ქრისტიანული მოსახლეობის, ფაქტობრივად არის ისე რომ ვთქვათ მესამე-მეოთხე პლანზე. დიდი ტრაგედია და მოკლედ ამ კონფლიქტს ბოლო არ უჩანს და ინიცირებული ვის მხრიდან იყო და რა მოხდა ეს კატალიზატორი რა იყო, ალბათ გაირკვევა ხვალზე. ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ ქონდა ეხლა ახლო აღმოსავლეთში ამ კონფლიქტის გაღვივების მიზეზი, იმიტომ რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ჩათვალეთ, რომ დააკონსერვა რუსების საკითხი იმ ორი ბაზის თანახმად, რომელიც ფაქტობრივად დაიტოვეს, მეტის პრეტენზია პრინციპში არც ჰქონდათ და სხვა რა ძალებია ჩარეული და რა მიმოქმედა აი ამ ყველაფრის განახლების მიზეზად, მხოლოდ ვარაუდებია და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი წონადი ვარაუდი, რასაც ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, ეს არის თურქეთის გააქტიურება და დიდი ბრიტანეთის სადაზერო სამსახურის მიერ იქ რაღაც წახალისება რიგი საკითხებისა, რამაც გამოიწვია ეს დაპირისპირება. ეს მხოლოდ ვარაუდია, ამას დრო დაჭირდება და ალბათ გაირკვევა უახლოეს პერიოდში, მაგრამ ფაქტად რჩება ხალხი ქრისტიანების გენოციდი მიმდინარეობს. ამბობენ, რომ უკვე ათასობით არის დახოცილი დასახლებებში შედიან და მოკლედ საშინელი კადრები იყო. მოკლედ ასეა ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ვინც მისმენდით, კარგად ბრძანდებოდეთ და მომავალ შეხვედრამდე.